ჩვენი გუნდის და ჩემი, რომელსაც მე ახლა შევერთდი, მეორე პროგრამის პირველი ლექცია, საჯარო ლექციათა კურსი აღმოაჩინე აფხაზეთი და ის 5 ლექცია გვაქვს ესე ჩაფიქრებული, 2 იქნება თბილისში და 3 რეგიონში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. მას ქვია აღმოაჩინე აფხაზეთი და მას ატარებენ ძალიან ცნობილი, ძალიან განათლებული და საოცრად საინტერესო ლექტორები. გარდა იმისა, რომ ისინი გაიგებენ დავუშვათ ლექციაზე ახალს, თვითონ კონცეფცია ამ ლექციის არის ის, რომ მას ესწრებიან უფროს კლასელები და სტუდენტები და არა მხოლოდ რასაკურველია აფხაზეთის სკოლები და მთელი იდეა იმის არის, რომ ადამიანებმა ერთმანეთი გაიცნონ, ახალი იდეები წამოვიდეს და რაღაცნაირად სხვა ახალი მიზნებისკენ წავიდნენ. დღეს ხელოვნების სასახლე მასპინძლობს ერთ-ერთ ისეთ ყველაზე მნიშვნელოვან დელეგაციას, თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალგაზრდებს აფხაზეთიდან, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საყურადღებო, ამიტომ ბევრი არ გვიფიქრია მოვამზადეთ მასალა, რომელიც უკავშირდება აფხაზეთს და რომელიც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან. ეს რუკები არის დაცული ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის სპეციალურ რუკების საცავში, ჩვენ მივიღეთ ექსკლუზიურად ეს მასალა და გვაქვს საშუალება ერთ-ერთი პირველი, არა ყველამ და მთელი რაოდენობა, მაგრამ ერთ-ერთი პირველი, თქვა, საინტერესო მასალა გავაცნოთ აქ შეკრებილ ახალგაზრდებს. აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტრო ატარებს ყოველკვირეულ, ასე ვთქვათ, სალექციო კურსს აღმოაჩინე აფხაზეთი, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის ისტორიით და კულტურით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეგვიძლია რომ ინფორმაცია მივიღოთ ჩვენი ქვეყნის კუთხის აფხაზეთის კულტურისა და ისტორიის შესახებ. ძალიან საინტერესო ლექცია ჩატარდა დღეს ნამდვილად, რომლის ფარგლებშიც დავათვალიერეთ ხელოვნების სასახლე, სადაც ნახეთ სხვადასხვა ექსპონატები, ძალიან ძველი. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი აფხაზეთის კულტურის, ასე ვთქვათ, ცნობიერების ამაღლებაში ხელს შეუწყობს მთლიანად ეს სალექციო კურსი.